ეს მე ვარ. ეს კი შენ ხარ. მოგესალმებით ჩემო პატივცემულო, გამომწერო, როგორ გიკითხო, როგორ ხარ და მიწერე კომენტარებში ახლავე. თქვენთან მაქვს ასეთ შეკითხვა. იცით თუ არა რა არის პოსტერი? ან კაი, მოიცმოთ არ გინდა, შეგხვედრიათ თუ არა მსგავსი ფოტოები? დიახ, ჩემო მოაზროვნე მეგობარო, მოცემულ ფოტოებს ქვია პოსტერები. ცოტა ხნის წინ დავინტერესდი მოცემული ხელოვნების ნიმუშების შესწავლით და ამიტომაც გადავწყვიტე ის პატარა გამოცდილება, რომელიც შევიძინე თქვენთვისაც გამეზიარებინა. დიახ. ნუ იმედი მაქვს რომ არ მიწყენთ და ეს რა ჩემი ფეხებია. ოპა, ახლა გადამიკეტება და უკვე დავამტრო მონიტორს. აუ ისე ხო ყველას ხონიათ, აი გოგოსთან ხარ რა? ორი ბოთლი ლუდი დალიეთ და საუბრობთ და დროის მოცემულ მომენტში ერთი შენობის მოშორებით რომ რაღაც დიდი ობიექტი დაფრინავს. რას არ ნახავ გდანში კაც? მოკლედ მინდა ოდნავ მოცემულ ხელოვნებას მივეთაცნო და რაღაც პატარა, თუმცა ღრმა აზრის მქონე პოსტერი გავაკეთო. გზაში კი აგიხსნი თუ რა როგორ კეთდება. მოკლედ პირველ რიგში უნდა ჩართო პროგრამა, რომელსაც ქვია Source Filmmaker-ი, რომელიც 2012 წელს გამოვიდა და ჯერაც ბეტა ვერსიაშია. ისევე როგორც ჩვენი განათლების სისტემა. მოკლედ ჩართავ პროგრამას და არქმევ შენ პროექტს სახელს, შემ შემთხვევაში ეს არის მწვანე წამალი და დაიწყე ფიქრს თუ რა თემაზე გინდა გააკეთო პოსტერი. რეალურად სანამ პროგრამას ჩართავ უნდა კონდეს უკვე მომზადებული ის ჩანაფიქრი, რომელსაც განახორციელებ, მაგრამ მე წინასწარ მოვიძიე რეფერენსები, საიდანაც გადმოვთითხნი მოცემული ფოტოს არსს. პირველი პოსტერის რეფერენსი კი იქნება ჩემი გჯერა? რეფერენსის გარკვევის შემდეგ კი უკვე Source Filmmaker-ში შეგვიძლია მაპის ჩატვირთვა, რომელიც იქნება მსგავსი იმ გარემოსა, რომელიც ჩვენი ობიექტის უკანაა, რათა ჩვენი პოსტერი მაქსიმალურად მივამსგავსოთ რეფერენსს. ნუ ამის გაკეთება რთული არ არის, შავ ნაწილში აწვევი მარჯვენა ხილაკს, load map, შემდეგ ირჩევ იმ maps, რომელიც შენ გინდა და ტვირთავ. ნუ ამ მომენტში შეიძლება პროგრამამ აღარ გიპასუხოს, მაგრამ არ შეგეშინდეს, უბრალოდ დაელოდე. შეგახსენებთ 11 წელია უკვე ბეტაშია. როცა ჩაიტვირთება მოძებნი შენთვის საჭირო ადგილს, სივრცეში მოძრაობისთვის viewports უნდა დააჭირო მარცხენა კლიკი და წ-ადათი ჩვეულებრივად როგორც თამაშებში, ისე იმოძრაო. და დაამონტაჟებ კამერას იმ რაკურსით, რომლითაც გჭირდება. მე ამის შემდეგ მომინდა სამუშაო გარემოს მოწყობა და დავიწყე მოცემული პრობლემის მოგვარება. განლაგება საბოლოოდ ასე შევარჩიე. აქ ჩანს რეფერენსი, აქ არის ჩვენი სამუშაო გარემო, ამ viewport-ში კი ვხედავთ საბოლოო შედეგს. ორი ეკრანი თუ გაქვს ძალიან გამოგადგება, იმიტომ რომ მეორე ეკრანზე viewports გაუშვებ და ძალიან გაგიმარტივებს საქმეს, მაგრამ ერთი ეკრანი მაქვს, ამიტომაც გამოგადგება. შემდეგ ნაბიჯად იწყება უკვე პერსონაჟების შემოყვანა. ეგ ხდება აქ მარჯვენა ხილაკზე დაჭერით, შემდეგ მოდელის არჩევით და საჭირო მოდელის გახსნით. ნუ მთავარ პერსონაჟად სნაიპერი გადავწყვიტე, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გავს. Half-Life-დან ალექსი და კიდე ნარუტო. ნუ, რატომაც არა. იქეთ კიდე მანქანები და ასე შემდეგ. მაპის უცნაურობის გამო პერსონაჟების ზომის შეცვლა მომიწია. ეს თავიდანვე გავაკეთე, რომ დაახლოებით დამენახა ის თუ რას ვაკეთებდი. მოკლედ ესენი მათი საბოლოო ადგილები არ არის, მაგრამ დაახლოებით ამ ადგილზე იქნებიან. და ეს მხოლოდ პერსონაჟებს არ შეეხება, viewport-ით შეიძლება არაერთხელ შეიცვალოს. ყველაფრის საკუთარ ადგილზე დადების შემდეგ იწყება უკვე მოდელირება. ამ შემთხვევაში მოდელირება არის წარმოიდგინე მოქცეს სათამაშო თოჯინა რა. შენ ამ თოჯინას როგორც გინდა ისეთ პოზიციაში დააყენებ. თუ გინდა ფეხს ააწევინებ, ხელს დააწევინებ, თუ ფეხს წააძრობ და ასე შემდეგ რა. მოკლედ ჯერ დავიწყე სნაიპერისთვის ტანსაცმლის გახდით. თუმცა სანამ ამას გავაკეთებდი, იმისთვის რომ სნაიპერი და საერთოდ ყველა პრინციპში ნორმალურად დამენახა, enable light-ი გამოვთე. ეს აკეთებს როგორ რაღაცას. enable light-ი, როდესაც ჩართულია, ის სინათლე, რომელიც მაპში უკვე ჩაშენებულია, ზემოქმედებს ჩვენ პერსონაჟებზე. როცა enable lights გამორთავ კი, სიბნელე როგორც ასეთი აღარ არსებობს, ამიტომაც ყველაფერს ხედავ. მოკლედ მოდელირება როგორ ხდება. ხო ხედავ ამ ჯოხებს. მაგათ ქვია ძვლები. შენ კი ამ ძვლების ამოძრავება შეგიძლია. როცა ამ ძვლებს ამოძრავებ, თავად პერსონაჟიც მოძრავდება. და როიცოდე უმეტესობა ანიმაციებისა ზოგი მულტფილმიც კი ამ ტექნოლოგიაზეა დაყრდნობილი. მოკლედ ამ ძვლებზე იგივე ბოუნებზე ზემოქმედებით უნდა დადო ისეთი შედეგი, როგორიც შენ გინდა. ძვლებზე ზემოქმედების გარდა თავად პერსონაჟს შეუცვალე ხელი, ანუ დაუპატარავე, ეს ხდება ასე. მონიშნავ იმ ობიექტს, რომლის შეცვლაც გინდა, დააწვევი მარჯვენა ხილაკს, აჭერ add scale controls და მერე აქედან ატრიალებ პაკეტიკით. მოკლედ თავიდან დავამუშავე სნაიპერი. მერე ალექსი და ნარუტოც და ბოლოს სნაიპერს დავამატე აქსესუარები, რათა მაქსიმალურად დამსგავსებოდა რეფერენსს. ოდნავ დავამუშავე სახეზე ემოციები. ამ ყველაფრის შემდეგ კი ისევ გავააქტიურე enable light-ი და დავიწყე სინათლეების დამატება.
Shut the fuck up. ხო, სინათლეები იმაზე უფრო ღრმათემა ვიდრე შენ გონია. არაერთი სინათლეა მარტო საჭირო იმისთვის, რომ ოდნავ მაინც ნორმალური პოსტერი გამოვიდეს. მე პირადად ძალიან დილეტანტი ვარ ამ თემაში, ამიტომაც შევეცადე ჩემი მაქსიმუმი დამედო, მაგრამ კაი მაინც არ გამომივიდა. მართალია ძალიან მეწყინა, მაგრამ მე დავფიქრდი და გადავიტანე ასეთი რთული პრობლემა. თქვენც იგივეს გირჩევთ ცხოვრებაში, ჩემო მეგობრებო. სინათლეები როცა დავამატე და უკვე დავაიმპორტე ჩვენი პოსტერი, ხოლო ამის შემდეგ შევამჩნიე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მიკროფონი, რომელიც გამოგჭა. ნუ ეგ არაფერი უცებ გავფიქსებ. და კიდე ერთხელ დავაიმპორტე. რეალურად დავაიმპორტე 3 პოსტერი, რათა ამ 3-ისგან ერთი დაახლოებით ნორმალური პოსტერი შევწყლიზნო. ეს ყველაფერი კი უკვე მოხდება Photoshop-ში. ანუ დაგვიწყო Photoshop-ის ნაწილი. ნუ ჯერ ეს ფოტოები უნდა შემოვიდანოთ Photoshop-ში. გვაქვს ეს 3 ფოტო. ვაკოპირებ იმ ფოტოს, რომელშიც მხოლოდ შარფი და ქუდია და ვსვავ მიკროფონიანი ფოტოს ზემოდან. შემდეგ მას უკეთებ მასკას, ანუ ვაჭერ Alt-ს და ჩამომაქვს აი იაპონურ დროშასთან. ვირჩევ თეთრ ბრაშს და ვიწყებ ხატვას. მოკლედ როცა მომეწონა უკვე შედეგი დავტოვე ასე. შევქმენი ჩემი ლეიერის კოპირებული Ctrl+J-ს დაჭერით და მთლიანად დავბლურე. შევქმენი მისგან მასკი და პატარაზე დაბლურვა დავიწყე უკანა ფონის, რათა მეტი კონცენტრაცია ჩვენ თავარ პერსონაჟზე იყოს. ბლურვითი სამუშაოების შემდეგ ჩანს, რომ ნარუტო ზედმეტად გამოირჩევა ფოტოში. იმისთვის რომ ეს ყველაფერი გამოკეთდეს, მას უნდა ვთხოვოთ, გააკეთოს თავისი საიდუმლო ჯუცუ. ის თუ დაგვეთანხმება, ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ აი ასეთ პოსტერს, რომლის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წარმოდგენაც კი არ შეგწყვება. მე სწორედ ასე მოვიქეცი და არა, საერთოდ არ მწვენია. იმის მიუხედავად, რომ რაღაც მომენტებში სინათლე პოსტერს აკლია. მაგრამ მე ვარ პოსტერის შემქმნელი და მე მომწონს ასე. გალავანთან კი არ დაობენ. მეორე პოსტერის რეფერენსად კი ავიღე აი ეს ფოტო, რომელიც აი ამ სცენიდან ავიღე. ერთ რაღაცას ვაფასებ. ცოცხალი პიდარასი ცხოვრებაში პირველად ვნახე. იმ ფიქრის გამო რომ მსგავს maps ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე რომ Void-ში გამეკეთებინა მოცემული სცენა, რათა შემდეგ უკანა ფონი მომეცილებინა და მარტო პერსონაჟები დამჩენოდა. და მერე უკანა ფონზე რამეს ვიჩაილჩებ. Void-ის map-ი დეფაულტად არ აქვს Source Filmmakers, ამიტომაც მისი გადმოწერა მოგიწევს. ამის გაკეთება კი უმარტივესია, უბრალოდ შედიხარ Steam Workshop-ში, სერჩავ Source Filmmakers, მერე Void-ს, მერე maps ირჩევ, მერე ირჩევ რომელიც map-იც მოგწონს, subscribe საჭერ და ეგა. იყო ახლა ეს რთული? ახლაც პოსტერის გასაკეთებლად იგივე მომენტები უნდა გავიაროთ. ანუ დავაიმპორტოთ მოდელები, მერე დავაყენოთ საკუთარ ადგილზე, მერე მოდელირება. ნახე მოდელების უკან გავაკეთე მწვანე კედელი. ეგ იმიტომ გავაკეთე, რომ მერე Photoshop-ში მარტივად ამომეჭრა უკანა ფონი და დამჩეოდა მხოლოდ პერსონაჟები. ანუ ამის შემდეგ დავაიმპორტე პოსტერი და შევაგდე Photoshop-ში. ამ შემთხვევაში დამჭირდა ორიგინალისთვის მომეპარა ბექგრაუნდი. ეს გავაკეთე პერსონაჟების მონიშნით, შემდეგ Shift F5-ის დაჭერით, კონტენტები არის მონიშნით და შემდეგ OK-ზე დაჭერით. ამას თავად კომპიუტერი ამუშავებს უკვე რა შეიძლება ყოფილიყო პერსონაჟების უკან, რაც ძალიან არ მომწონს ვასწორებ და ვიცი რომ დანარჩენი მაინც ჩემი გაკეთებული პერსონაჟების უკან მოხდება, ამიტომაც დანარჩენს აღარ ვასწორებ. მე ამოვჭერი ჩემი პერსონაჟები, ნუ ამოჭრის ხარისხი რა მოგახსენო, მაგრამ მთავარია თვალში არ გვხდება. მე უკვე ჩავსვი ჩემი გაკეთებული პერსონაჟები, ცოტა motion blur-ი და ფერების კორექცია და აი პოსტერიც. დამიწერეთ კომენტარებში რომელი პოსტერი უფრო მოგეწონათ. ძალიან მაინტერესებს. მადლობთ რომ მიყურეთ, მართლა ვაფასებ, თუ დამილაიგებთ უფრო ვაფასებ. მოკლედ ეს იყო სულ ვიდეო. მეორე დღე უკვე ვამონტაჟებ შემიგაი. მოკლედ ნახვამდის და კეთილი სურვილები ჩემგან. Jingle bells. Baby you შენ ხარ ისე ჩემსავში, როცა ვარვე ჩემთან ვფიქრობ რა მინდა გითხრო. Baby you ყველაფერასაც შვები ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, ყველაფერს და თან ყოველთვის. Baby